ვაგრძელებთ გადაცემას ფაზისის აკადემიის კვლევები. მე გახლავართ გია კვაშილავა, ფაზისის აკადემიის პრეზიდენტი, მათემატიკის დოქტორი, ეკონომიკის დოქტორი. ამ გადაცემის წამყვანი და ავტორი. ჩვენ წინა გადაცემებში საუბრობდით პროტოქართველური მოსახლობის მიგრაციის შესახებ. დღეს სწორედ ამ თემას გავშლით უფრო ფართოდ. რა არის წერილობით წყაროებში მოცემული ჩვენ შესახებ? საერთოდ ძირითადად ბევრმა ქართველმა სამწუხაროდ არ იცის ჩვენი ქვეყნის ისტორიის ის ნაწილი, რომელიც ბერძნულ და ლათინურ ლიტერატურაში ასახული. ფაქტობრივად ჰარვარდის უნივერსიტეტმა გამოცა დღეისდღეობით 560-მდე ტომი კლასიკური ფილოლოგიის მიმართულებით. აქედან ჩვენ ძირითადად უკვე გვაქვს 520 ტომი და როგორც ჩემთვის ცნობილია, საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ დაახლოებით 1060 ტომი შეიძინა ჰარვარდის უნივერსიტეტიდან. რა არის ეს? ამ მასალაში, ამ წიგნებში მოცემულია ორიგინალზე ბერძნულად, ერთ გვერდზე, მეორე გვერდზე ინგლისური სიტყვასიტყვითი თარგმანი, ასევე ლათინური ტექსტებიც. ძირითადად რომ გითხრათ ძვირფასო ტელემაყურებლებო, ამ მრავალტომეულში საქართველოზე ისეთი მასალებია მოცემული ანტიკური ხანის ძირითადად, რაც სამწუხაროდ არ აისახა ჩვენს ზოგადად ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში. ამიტომ ჩვენ ამ თემაზე გვიწევს რამდენჯერმე გაჟღერება სხვადასხვა კუთხით და საქართველოს თუ თავისი ისტორიის მიმართ არ ექნება ღირსეული დამოკიდებულება, ძალიან მეცნიერული მიდგომა, მაშინ ამ ქვეყანას არ აქვს ის მომავალი, რაზე ჩვენ ვოცნებობთ. ყოველ შემთხვევაში საუბარი იმაზე, რომ ივერია გაბრწყინდება, ამას სჭირდება შესაბამისი მომზადება, სახელმწიფო როგორც სისტემა შედგეს ძლიერად და პირველ რიგში სახელმწიფო სიძლიერე გამოიხატება მეცნიერების განათლების ძირითადად განვითარების შედეგად. მოკლედ ჩვენ დაუბრუნდეთ იმ თემას, რომელზეც დასაწყისში გითხარით. პროტოქართველური მოსახლობის მიგრაციის შესახებ საუბრობ დღეს. ძვირფასო ტელემაყურებლებო, სიტყვა პროტო შეიძლება ბევრისთვის უცნობი იყოს, მაგრამ ბერძნულად ეს ნიშნავს პირველს. ანუ პირველი ქართველური. საერთოდ ეს ტერმინები მეცნიერებაში დიდი ხნის განმავლობაშია შემოტანილი. საერთოდ ქართველოლოგია როგორც მეცნიერება პირველად ჩამოყალიბდა არა საქართველოში, არამედ გერმანიაში. და ტერმინი ქართველური ენები შემოიტანა გერმანელმა ენათმეცნიერმა ჰიუგო შუხარტმა. 1894 წელს პირველად ჩანს მის ნაშრომში. კიდევ ჩვენ ძალიან არ ვიცით ბევრი რამ, სპეციალისტებმა რა თქმა უნდა ეს საკითხები კარგად იციან, რომ 1696 წელს პირველად ლაიბნიცმა როგორც ენათმეცნიერული თვალსაზრისით, შედარებითი ლინგვისტიკის თვალსაზრისით შეისწავლა ქართული ენა და მან გამოაქვეყნა მისი ნაშრომი, როგორც თქვით, 1696 წელს სამეცნიერო კრებულში. მის შემდეგ ქართველური ენების მიმართ დიდი ყურადღება იყო ევროპის ქვეყნებში დათმობილი. ქართველური ენებში ამ ტერმინში, ანუ ქართველური ენები მოიაზრება ქართული, სვანური, მეგრული და ლაზური. ჩვენ საუბრობდით ადრე გადაცემაში სქემაზე, როგორ ყალიბდება ეს მონათესავე საერთო ფუძის მქონე ენები
სქემის სახით დეტერსმა ისევე გერმანელმა მეცნიერმა წარმოადგინა პირველად. შემდეგში ეს პეტერბურგში იქნა გაზიარებული და მე როდესაც ჩვენთან უკვე ყოველ შემთხვევაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე ძირითადად წამოიწია ენათმეცნიერების კვლევა, განსაკუთრებით ქართოლოგიურ კვლევა, ამის შედეგად ეს ცენტრი გახდა მსოფლიო მასშტაბით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. დღეს საერთოდ უნდა გავიხსენოთ ივანე ჯავახიშვილი 150 წელი გახდა. ივანე ჯავახიშვილის დიდი დამსახურება იმისა, რომ საქართველოს როგორც მეცნიერული მიმართულებით შესწავლილი იყო საქართველოს ისტორია, როგორც მეცნიერება თავისი ყოველ შემთხვევაში წყაროების კრიტიკით, ანალიზით ეს უკვე მისის სახელთანაა დაკავშირებული და ამიტომ ივანე ჯავახიშვილი იყო საერთოდ მოკრძალებული, ძალიან თამდაბალი ადამიანი. მას არასოდეს არ ქონია დიდი პრეტენზიები მეცნიერებაში, მაგრამ იცოდეთ, რომ ქართული მეცნიერება დგას ივანე ჯავახიშვილზე. სხვა მეცნიერები, ეგრეთ წოდებული, რომლებიც ივანე ჯავახიშვილს ებრძოდნენ პირველ ხანებში და 40-იან წლებამდეც, ივანე ჯავახიშვილი რომ არ ყოფილიყო, არ იქნებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იმ სახის. ყოველ შემთხვევაში შეიძლება მოგვიანებით დაარსებულიყო უნივერსიტეტი თბილისში. აი ასეთ ადამიანებზე, განსაკუთრებით ივანე ჯავახიშვილის ტიპის ადამიანებზე დგას ეს ქვეყანა. თუ არსებობს და ცოცხალია ქვეყანა საქართველო, სწორედ ივანე ჯავახიშვილის და მსგავსი მეცნიერების მხრებზე დგას. და ამიტომ მთელ საქართველოში უნდა აღნიშნულიყო შესაბამისად ივანე ჯავახიშვილის დღეები. თემას დავუბრუნდეთ. საერთოდ ქართველოლოგიაში განსაკუთრებით დიდი კვლევები აქვს ივანე ჯავახიშვილის წარმოდგენილი, მას აკადემიური გამოცემა ყოველ შემთხვევაში ცნობილია 12 ტომი ქართველი ერის ისტორია. საერთოდ ივანე ჯავახიშვილის მრავალი მიმართულებით ჰქონდა ნაშრომები, მას აქვს ეკონომიკაში 2 ტომი დაწერილი, საქართველოს ეკონომიკაზე, მას აქვს დაწერილი ყოველ შემთხვევაში სამართლის ისტორიაზე და ასე შემდეგ. პროტოქართველური მოსახლეობა დაახლოებით ეს იყო 7000 წლის წინ, ან 8500 წლის წინ ჩამოყალიბდა და მის შემდეგ ეს პროცესი მიმდინარეობს და ჩვენ წინა გადაცემაში ვთქვით, რომ დეტერსის სქემის მიხედვით საერთო ქართველურ ენობრივ სისტემას, ანუ პროტოქართველურ ენობრივ სისტემას პირველად ჩამოშორდა გარე ფაქტორების, შიგა ფაქტორების მოქმედების შედეგად სვანური, წინარე სვანური. შემდეგ იყო გვერდით მისი ნაწილი, წინარე სვანურის შემდეგი ნაწილი, ანუ გამოეყო მეორე ნაწილი საერთო ქართველურს კოლხურ ქართული. ზოგჯერ მას სანურ ქართულსაც მოიხსენიებენ. შემდეგი პროცესი წინარე სვანურიდან სვანური ყალიბდება, ხოლო კოლხურ ქართული მერე გარეზე მოქმედებით შიდა პროცესების შედეგადაც იშლება კოლხურ ქართულად. კიდევ პროცესი ვითარდება, სვანურიდან უკვე თანამედროვე სახის სვანური ყალიბდება, კოლხური და ქართულის დაშლა უკვე ვთქვით, მაგრამ კოლხურიდან უკვე ყალიბდება მეგრული და ლაზური. ფაქტობრივად ჩვენ გვაქვს ამ პროცესის შედეგად დღეს საქართველოს ტერიტორიაზე ერთმანეთის დამოკიდებული მონათესავე, ერთი დედისგან ასე რომ თქვა შექმნილი ჩამოყალიბებული ენები, სვანური, მეგრული, ლაზური, ქართული. აი ეს არის ჩვენი ღირებულება, რა თვალსაზრისით შეგვიძლია ვთქვათ, რიგი სიტყვები, რომელიც ქართულში შეიძლება დაკარგულიყო გარე ფაქტორებიდან გამომდინარე პოლიტიკური ზეწოლის შედეგად,
ოსმალეთის იმპერიის ან არაბების ზეგმოქმედების შედეგად თუ რომელიმე სვანურში, მეგრულში, ლაზურში არის დაცული სიტყვა, მაშინ ქართულშიც აღდგება აი ესეთი ლინგვისტური მიდგომა არსებობს, ეს ძალიან ცნობილი მეთოდია. ნუ ყოველ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ისეთი სიტყვები, მაგალითად ნავს ხმარობ ჩვენ, გამოვიყენებთ ქართულ მეტყველებაში, მაგრამ როგორც ჩანს ეს არ არის ქართული წარმოშობის და მას ნუშქვია, ნიში არის უხანსაბა ლექსიკონში. და ასე რამდენიმე სხვადასხვა სიტყვის დასახელება შეიძლება, რომელთაც ახლა დღეს ჩვენ არა გვაქვს ამაზე საუბარი, ჩვენ საუბრობთ პროტოქართული მოსახლეობის მიგრაციაზე, მის დინამიკაზე. პროტოქართული მოსახლეობის მიგრაციული დინამიკის საკითხებზე დეტალური სამეცნიერო მასალა ჩვენ ბევრჯერ წარმოვადგინეთ, რამდენიმე ნაშრომია ეს, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში დაბეჭდილი, უცხოეთში ინგლისურ ენაზე, საერთაშორისო კონფერენციებზე წარდგენილი, ძირითადად დაახლოებით 46 ქვეყანაში წარვადგინეთ ჩვენ ეს თემები, სხვადასხვა საკითხებზეა საუბარი. აღნიშნულ ნაშრომებში მიმოვიხილეთ, როგორც ქართული, ისე უცხოური წერილობითი წყაროები, აგრეთვე სხვადასხვა მეცნიერის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რომლებიც ეხება დაახლოებით 8500-7000 წლის წინა ქართველური, პროტოქართველური მოდგმის მოსახლეობის გადაადგილებას სამხრეთ კავკასიაში, მცირე აზიაში, ეგეოსის ზღვის კუნძულებზე, ყოველ შემთხვევაში პელაზგიაში, რომელიც დღეს ქვია პელოპონესი, იტალიასა და აპენინის ნახევარკუნძულზე, იბერიის, ანუ პირენეს ნახევარკუნძულებზე, სანამ ამ რეგიონებში ინდოევროპელი ტომების, მაგალითად ლათინური, ელინური სხვა ჯგუფების მიგრაცია დაიწყებოდა. ზოგ ლიტერატურაში ადრეულ პერიოდში გამოიყენება ტერმინი ქართველურის ნაცვლად იაფეტური, ან ზოგჯერ კავკასიური. კვლევების საფუძველზე ირკვევა, რომ წელწადაღრის 3500-2000 წლების პერიოდში, ანუ დღეიდან რომ გადავთვალოთ 2000 წელი უნდა დავამატოთ ამ რიცხვებს, ანუ 5500 წლის წინ, ანუ 4000 წლის წინ ამ პერიოდებში, სამხრეთ ევროპისა და მცირე აზიის ცალკეულ რეგიონებში ინდოევროპული ტომების, დავასახელეთ ეს ლათინელები და ელინელები, ანუ ბერძნები არიან, ინდოევროპული ტომების ეტაპობრივი შემოწრის პერიოდში უძველესი ადგილობრივი მკვიდრი და თვითყოფადი წინარე ქართველური, პროტოქართველური მოსახლეობა ენობრივ გავლენას ახდენდა ახლომოსულ ხალხებზე. ამ პროცესმა განაპირობა ის, რომ წინარე ქართველური ფუძეენის ელემენტები სუბსტრატის სახით, შეიძლება ვთქვათ, გახდა ძველი ელინური, ლათინური და რიგი სხვა ენებისთვის. მოცემული საკითხი მეტად მნიშვნელოვანია აღნიშნული რეგიონების ენათმეცნიერული და ისტორიული განვითარების გასაანალიზებლად, რაზეც დეტალურად შევჩერდებით დღეს ჩვენ სწორედ ამ გადაცემაში. რას ეწოდება სუბსტრატი? უძველესი ენა, რომელიც გარკვეულ ისტორიულ პერიოდებში კონკრეტულ ტერიტორიაზე მოქმედებას წყვეტს, მაგრამ მისი ლინგვისტური ელემენტები და სტრუქტურული ნიშნები ნარჩუნდება და აისახება იმავე რეგიონში გავრცელებულ ახალ ენაში. ლინგვისტიკაში სუბსტრატადაა ცნობილი. ეს ლინგვისტური პროცესები, როდესაც ძველი ენის გავლენა ჩნდება ახალ ენაში, ხშირად ხასიათდება ისეთი ნიშნებით, როგორიცაა ლექსიკური, ფონოლოგიური ან მორფოლოგიური ელემენტები, რომლებიც ხანძლივი დროის განმავლობაში შემორჩა ახალ ენას და მნიშვნელოვან როლს თამაშობს მის განვითარებაში. სუბსტრატული ეფექტი ხშირად მიანიშნებს ძველ და ახალ ენებს შორის ურთიერთკავშირზე, რომელიც არსებობდა უძველეს პერიოდებში კონტაქტების დროს. აი ესეთი სიტყვა ყოველ შემთხვევაში ბერძნულში ჰომეროს აქვს ოქროსაწმისის საზღვრელად, არა ბერძნული სიტყვა გამოყენებული, არამედ უძველესი ქართული სიტყვა. აი ეს არის სუბსტრატი. ნუ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ამ საკითხს ახლა დღესდღეობით ვერ გავშლით,
მაგრამ ენათმეცნიერულად დაახლოებით გასაგებია თქვენთვის ასეც საუბრობთ. ძველი ელინური წერილობითი წყაროების საფუძველზე, რომლებიც ემელოს, კორინთელის, ეპიმენიდეს, თეოპემპერქიოსელისა და სხვა ავტორებს მიეწერება დასტურდება, რომ ხმელთაშუა ზღვის პირეთისა და შავი ზღვის პირეთის გარკვეული რეგიონები იმ ეპოქაში მჭიდროდ უკავშირდებოდა მითოსურ და ისტორიულ რეალიებს. ამ წყაროების მიხედვით აღნიშნულ ტერიტორიებს ჰელიოსის, ანუ მზის ვაჟიშვილის, აია კოლხეთისა და პელოპონესის ქალაქ კორინთოს მეფე აიეტი და მისი სამეფო ოჯახი განაგებდა. ეს გარემოება შუქს ფენს ანტიკური ხანის პოლიტიკურ და კულტურულ კავშირებს, რაც ადასტურებს კოლხურ და ელადურ სამყაროს შორის მჭიდრო ურთიერთობებს. დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 1425 წლებით, ანუ კიდევ 2000 წელი დავამბატოთ, ანუ 3500 წლის წინ, 3425 წლის წინ ამ პერიოდებში ეგეოსის ზღვაში მდებარე კუნძული სანტორინი, თერა, მეორენაირად კიდევ კალისტეც ქვია, კუნძულზე ვულკანურმა ამროქმებამ მძიმე ზეგავლენა მოახდინა ბრინჯაოს ხანის ეგეოსის ზღვის პირეთის ადგილობრივი წინარე ქართველური პელაზგურ-კოლხური მინოსური ცივილიზაციაზე. ამ კატასტროფის შედეგად დასუსტებული რეგიონი ყოველ შემთხვევაში ელინების, ანუ ბერძნების კოლონიზაციის პროცესს ვეღარ გაუმკლავდა. ერთი თაობის შემდეგ პროტო-ბერძნებმა მნიშვნელოვანი სამხედრო და პოლიტიკური უპირატესობა მოიპოვეს, დაიპყრეს და მოაოხრეს კუნძულ კრეტაზე არსებული სამეფო ცენტრები, რომლებიც ეკუთვნოდა აიეტის დას, დედოფალ პასიფაესა და მის მეუღლეს მეფე მინოს. ძველი ელინური წერილობით წყაროების დავასახელებ თეოპემპერქიოსელის, თეოფრასტე ეროსესელის, კრატინეს, არისტოტელეს, აპოლონიოს როდოსელის, აპოლოდორ ათენელის, სტრაბონის, პლუტარქეს, ლისიას, პორფირ ტვირელის, წმინდა ფოტიოსის და სვიდას ლექსიკონის მიხედვით ათენასა და ჰელიოსის ვაჟიშვილებს, აიეტის ნახევარძებებს, კორიბანტებს, რომლებიც ანტიკურ ტრადიციაში დამწერლობის, მეტალურგისა და მჭედლობის ფარველ ღვთაებად ითვლებოდნენ, კირბების უძველესი კოლხური წერტი ნიმუშების შექმნა მიეწერებათ. კვირბები საკრალური, სასულიერო თაყვანიცებისა და საიდუმლო წესჩვეულებების სახის წარწერები იყო. სტრაბონის ცნობით, კორიბანტები კრეტაზე, მაკრისზე, ევბეაზე, სამოთრაკზე, ხმელთაშუა ზღვის სხვა კუნძულებსა და ფრიგიაში, თანამედროვე თურქეთის შუაგულ ტერიტორიაზე, კოლხეთიდან იყვნენ გადასული. ყოველ შემთხვევაში ეს მასალა გვაქვს. აღნიშნული მონაცემები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კოლხეთის კულტურული გავლენების მასშტაბურობას ბრინჯაოს ხანისა და ადრეული ანტიკურობის ეპოქაში. აპოლონიოს როდოსელი 2300 წლის წინ წერდა, კოლხებმა შემოინახეს თავიანთ მამათაგან ნაწერი კვირბები, რომლებზედაც მოგზაურთათვის აღნიშნულია საზღვაო და სახმელეთო ყველა გზა და საზღვარი. ამ ცნობას ყოველ შემთხვევაში მრავალი მეცნიერი იყენებს და ეს ჩვენთვის ცნობილია, რიგი კვლევებიც არსებობს ქართველების მიერ გაკეთებული. ყოველ შემთხვევაში აკაკი ურუშაძის წიგნი ძველი კოლხეთის არგონავტების თქმულებაში საინტერესო ამ ხრივ, რომ ვიცოდეთ, ყოველ შემთხვევაში ჩვენი რჩევა არის, რომ ამ საკითხების გაანალიზებისთვის ეს წიგნი ისეა საჭირო, როგორც მათემატიკაში გამრავლების ტაბულა. ყოველ შემთხვევაში ამ ცნობას, რომელზეც აპოლონიოს როდოსელი აღნიშნავს, ეყრდნობოდა გამოჩენილი გერმანელი გეოგრაფი კარლ რიტერი, რომელიც ცხოვრობდა 1779-1859 წლებში და ის აღნიშნავდა თავის ცნობილ წიგნში,
აპოლონიუს როდოსელის განმარტებელის მიხედვით ირკვევა, რომ კარტოგრაფიული ხელოვნების გამოგონება ელინებს არ შეიძლება მიეწეროს. მას გაცილებით ადრე კოლხი ვაჭრები იყენებდნენ. თავდაპირველად ქვებზე სრულდებოდა, შემდეგ კი ხის ფირფიტებზე. ამ ფირფიტებს კვირბებს უწოდებდნენ. აი ასე ამბობს კარლ რიტერი. ეს მოსაზრება საქართველოს პატრიარქმა წმინდა კირიონ მეორემ, რომელიც ცხოვრობდა 1855-1918 წლებში, დაიმოწმა და ასეთ წინადადებას წერს თავის ცნობილ წიგნში, ესე იგი ივერიის კულტურული როლი რუსეთის ისტორიაში. წერს ამ წიგნში კვირბები უდავოდ იყო, ესე იგი ლანდკარტების საწყისები და სავსებით შესაძლებელია, რომ ამგვარი ფირფიტები ჰეროდოტეს თვალწინ ქონოდა. ასე ჯელობს წმინდა კირიონ მეორე, რომ ჰეროდოტეს ისტორიის დაწერაში გამოყენებული აქვს კოლხური კვირბები. ძველი ელინური წერილობითი წყაროებიდან ასევე ცნობილია, რომ კორიბანდებს უხსოვარ დროიდანვე შექმნილი და განვითარებული დამწერლობა ჰქონდათ, რომელსაც დაფარულად ინახავდნენ, მხოლოდ შეზღუდული წლისთვის იყო მისაწვდომი. ახალი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნეში ბერძენი ისტორიკოსი და რომაელი სენატორი ხარას პერგამონელი ამ გასაიდუმლებულ დამწერლობას ხრისოგრაფიას, ანუ ქართულად ოქრო დამწერლობას, ოქროთი წერას უწოდებდა, რაც მის განსაკუთრებულ კულტურულ და რელიგიურ მნიშვნელობაზე მიანიშნებს. ყოველ შემთხვევაში ფესტოსის დისკოს კვლევასთან დაკავშირებით ჩვენ ვიცით, რომ ფესტოსის დისკო კოლხური ოქრო დამწერლობის ნიმუშია და ახლა ამ საკითხს არ გავშლით, მაგრამ თქვენთვის უკვე ცნობილია, ბევრი გადაცემა იყო ამაზე გაკეთებული. მე-12 საუკუნეში, აი სწორედ ხარას პერგამონელის ზემოხსენებულ წერილობით ცნობას წმინდა ევსტატიოს თესალონიკელი ოქროს საწვისის განმარტებისას იმოწმებს და აღნიშნავს. ოქრო დამწერლობის მეთოდის დაუფლების გამო არგონავტებმა ხომალ და არგოთი ლაშქრობა ელადიდან კოლხეთში მოაწყვეს. ოქროს საწმისის რაობის ამნაირი ისტორიული ახსნა ემყარებოდა ძველი წელთაღრიცხვის მე-4 საუკუნის ფილოსოფოსის ევჰემეროსის პრინციპს, რომლის მიხედვით მითოლოგიური მოვლენები რეალურ ისტორიულ ფაქტებსა და პროცესებს ეფუძნება. ეს მიდგომა საშუალებას გვაძლევს ძველი ტექსტები არა მხოლოდ სიმბოლური, მითოლოგიური, არამედ ისტორიულ-კულტურული კონტექსტის გათვალისწინებითაც განვიხილოთ. შალვა ნუცუბიძე და პავლე ინგოროყვა გამოთქვამდნენ მოსაზრებებს, რომ ძველი ელინურ წყაროებში მოხსენებული ოქრო დამწერლობა წერის ნატიფ ხელოვნებას წარმოადგენდა, რომელიც კოლხეთში ფართოდ იყო გავრცელებული. მათი აზრით, ოქრო დამწერლობის შექმნისა და გამოყენების სპეციფიკური წესები სწორედ ოქროს საწმისზე ვერძის ტყავზე იყო აღწერილი, რაც შესაძლოა კოლხეთში დამკვიდრებული ხელოვნების უნიკალურ ტრადიციას ასახავდა. შესაბამისად, მათ მიაჩნდათ, რომ არგონავტების ლაშქრობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი სწორედ ამ უძველესი კულტურული კოლხური ოსტატობის ოქრო დამწერლობის ცოდნის გაგება და დაუფლება იყო, რაც ელინური კულტურის განვითარებისათვის აუცილებელი პირობა იყო. ამდენად არგონავტთა მიერ მოწყობილი ეს ექსპედიცია მიზნად ისახავდა არა მხოლოდ ოქროს მოპოვებას, არამედ იმ უნიკალური ცოდნისა და ტრადიციის ათვისებასაც, რომელსაც ოქრო მრავალი კოლხეთი ინახავდა. ყოველ შემთხვევაში ოქრო მრავალი კოლხეთით იხსენიებს არისტოტელე. ჩვენ კიდევ ვიცით ოქრო მრავალი მიკენი, მაგრამ სწორედ ოქრო მრავალი კოლხეთი ნახსენებია არისტოტელეს სიტყვებში. ყოველ შემთხვევაში არისტოტელეს საკმაოდ ძალიან მნიშვნელოვანი ტექსტი აქვს დაწერილი და ჩვენ ახლა არ ვიცით დანამდვილებით ეს, რომელზეც ახლა ჩვენ გეტყვით, რომ არისტოტელეს აქვს დაწერილი ტექსტი
საფლავის ქვის და სამხაზიანია, რომელიც ეძღვნება აიეტს. ანუ მეფე აიეტზე წერია საფლავის ქვაზეო წარწერაო და ეს სამხაზიანი წინადადება, რომელიც ძალიან ამახტოვანა, მე როცა პირველად ნახე ვატიკანში გამოცემული წიგნი 1465 წლისა და იქ იყო ეს სამსტრიქონიანი წინადადება, რომელიც ჩვენ დღეს არ გვინდა წავიკითხო, გვინდა რომ ეს მომავალ გადაცემაში გავაჟღეროთ, იმიტომ რომ თემატურად რომ არ გავცდეთ ამ საკითხს, ამის გამო გადავდოთ ეს. აკაკი ურუშაძე წერდა, რომ ივანე ჯავახიშვილი იმ აზრისა იყო, რომ ქართულ დამწერლობას სათავე შორეულ წარსულში აქვს და რომ ის შეიქმნა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ქართველთა წინაპარი ტომი გაცილებით ცელ ტერიტორიაზე იყვნენ განსახლებული. კვირბების სახით არსებული კოლხური კორიბანტული დამწერლობა სრულიად შესაძლებელია იყოს ის დამწერლობა, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ მინოსური აკლასის ხაზოვანი და კრეტული იეროგლიფური დამწერლობის სახელით და რომელიც კრეტის გაუშიფრა ფირფიტებზეა დაცული. ამას ამბობდა აკაკი ურუშაძე 1964 წელს. ჩვენი კვლევების თანახმად აკლასის ხაზოვანი 1427 წარწერა სრულიად არის გაშიფრული და ეს აღმოჩნდა პროტოქართველურ ენაზე შესრულებული ძალიან საინტერესო მასალა, ეკონომიკური საკითხები წარმოდგენილია, მათემატიკური ანგარიშები და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში ამას ჩვენ რამდენჯერმე ვაჟღერებდით გადაცემებში. ქართულ ტოპონიმები, ანთროპონიმები, ანუ კერძო პირის სახელები მოცემული ამ ტექსტებში უძვირფასეს მასალას გვაძლევს საქართველოს უძველეს ისტორიაზე, რომლის შესახებ საკმაოდ ნაკლებად იცის ქართულმა საზოგადოებამ. 1866-1990 წლებში ეგეოსის ზღვისპირეთში, ბულგარეთის, პალესტინისა და საქართველოს არქეოლოგიურ ადგილებში აღმოაჩინეს უნიკალური წერილობითი დოკუმენტები, რომლებიც ჩვენი აზრით კოლხ-მამათაგან ნაწერი კვირბებია. აღნიშნული წარწერები უმნიშვნელოვანეს ეპიგრაფიულ წყაროებს წარმოადგენს, რომლებიც ნათელს სპენს კოლხური დამწერლობისა და კულტურის განვითარების დონეს, მისი ინტელექტუალურ და რელიგიურ თავისებურებებს. ქვემოთ ჩვენ წამოვადგენთ დღეს ამ წერილობით ძეგლების ჩამონათვალს, რომლებიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს როგორც ლინგვისტური, ისე ისტორიული საკითხების კვლევის მიმართულებით. ესენია ეს წარწერები დაახლოებით დათარიღებული ძველი წეთაღრიცხვის 2050-1425 წლებით. ამ თარიღებს 2000 წელი უნდა დავამატოთ, იმიტომ რომ ძველი წეთაღრიცხვითა, ანუ დათარიღებული ამ ტიპის წარწერები 325 ძალია კრეტული იეროგლიფური დამწერლობით შესრულებული წარწერა. ძველი წეთაღრიცხვის დაახლოებით 1950-1425 წლებში შექმნილი 1482 ცალი აკლასის ხაზოვანი მარცვლოვანი წარწერები. სამეურნეო ანგარიშტორებისათვის აღრიცხვისა და ადმინისტრირებისთვის საჭირო 9000-მდე ნიშნიანი საბეშტავი. ძველი წეთაღრიცხვის 1850-1600 წლებით, ყოველ შემთხვევაში დათარიღებულია ოქროს ყალიბებით დაბეჭდილი კოლხური ოქრო დამწერლობის ნიმუში ფესტოსის დისკო. დეტალური და კომპლექსური ლინგვისტური კვლევის საფუძველზე, განსაკუთრებით მათემატიკური ლინგვისტური კვლევის საფუძველზე შევისწავლეთ ზემოხსენებული ყველა წარწერა, რომლებიც გავშიფრეთ პროტოქართველური ენის ფონოლოგიური, მორფოლოგიური, სტრუქტურული მოდელების რეკონსტრუქციისა და თანამედროვე ლინგვისტური მეთოდების გამოყენებით. აღნიშნული კვლევის პროცესში გამოვიყენეს სტრუქტურული და კომპარატიული ანალიზის უახლესი მეთოდოლოგია, რაც შესაძლებლობას გვაძლევს გამოვიკვლიოთ ტექსტების შინაარსი, მათი ენობრივი თავისებურებები და ისტორიულ-კულტურული კონტექსტი. კრეტული იეროგლიფურ და აკლასის ხაზოვანი წარწერებში ჩვენ ამოვიკითხეთ მაგალითად აია, კოლხეთი, აიეტი, ქუთაია, ლასითი და სხვა. ამ წარწერების გაშიფრვა კვლევების შედეგები წარმოდგენილია ჩვენს ანდრიდელ
80-მდე სამეცნიერო ნაშრომში, რაც საფუძველს ქმნის პროტოქართველური ენის ფილოლოგიური საკითხების უფრო ღრმა შესწავლისათვის, მისი განვითარების ეტაპების განსაზღვრისა და ისტორიულ-ლინგვისტური პროცესების კომპლექსური ანალიზისათვის. ამ კვლევების საფუძველზე შემუშავებული დაწკვნების მიხედვით მეცნიერულად დასაბუთებული ჰიპოთეზის სახით შემოთავაზებულია ქართულ-ქართველური სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბების, სოციალური წყობილების ფორმირებისა და კულტურის უწყვეტი განვითარების პროცესი, რომელიც მოიცავს არანაკლებ 4,000-ლოვან პერიოდს. აღნიშნული პერიოდის განსაზღვრა ემყარება როგორც კრეტული იეროგლიფური და აკრასის ხაზოვანი წარწერების ლინგვისტურ და ფილოლოგიურ ანალიზს, ისე ისტორიულ და არქეოლოგიურ მტკიცებულებებს, რომლებიც ხატობს ქართულ-ქართველური ცივილიზაციის კულტურულ კონტაქტებს უძველესი დროიდან დღემდე. ძველი ელინური ცივილიზაციის წარმომადგენლებმა აკრასის ხაზოვანი დამწერლობის ნიშნების საფუძველზე შექმნეს ეგრეთ წოდებული ბ-კლასის ხაზოვანი და მარცვლოვანი წერითი სისტემა, რომელიც ძირითადად ეკონომიკური ანგარიშების აღრიცხვისა და ადმინისტრაციული ჩანაწერების გასაფორმებლად გამოიყენეს. ბ-კლასის ხაზოვანი წარწერების საერთო რაოდენობა დღეისთვის დაახლოებით 5930 ერთეულია. ისინი ძველი აღრიცხვის 1425-1060 წლითაა დათარიღებული და 1952 წელს ინგლისელმა დეშიფრატორმა არქიტექტორმა მაიკლ ვენტრისმა და ელინისტმა ჯონ ჩედვიკმა მოახერხეს ბ-კლასის ხაზოვანი წარწერების გაშიფრვა და დაამტკიცეს, რომ ეს წარწერები მიკენური ხალის ბერძნულ ენას ასახავს. აღნიშნული ტექსტების დეკოდირება წარმოადგენს ეპიგრაფიკისა და ისტორიული ლინგვისტიკის ერთ-ერთ საეტაპო მიღწევას, რომელიც ახალი პერსპექტივით წარმოაჩენს მიკენური ხანის კულტურას, მის ენობრივ მემკვიდრობას და მის კავშირს ძველი ბერძნული ენის განვითარებასთან. ბ-კლასის ხაზოვანი წარწერებში დასტურდება შემდეგი ძირითადად ჩვენთან მიმართებით სიტყვები: აია, აიაია, კოლხეთი, აიეტი, ლასითი, კუტაიოსი, იასონი, მედეიოსი და სხვა, რომლებიც კოლხურ სამყაროს უკავშირდება. ყოველ შემთხვევაში ამასალის მიხედვით აკადემიკოსმა ივანე ჯავახიშვილმა უკაცრავად აკადემიკოსმა თამაზ გამყრელიძე თავისი ინიციატივით შეიტანა და ქართული სახელმწიფოებრიობა გამოცხადდა მაშინ 3000 წლით, სწორედ განისაზღვრა ამ წარწერებში მოცემული ამ მასალის მიხედვით. თუ ჩვენ წარმოვიდგენთ ამ მასალას არა მარტო ბ-ხაზოვანში, არამედ აკრასის ხაზოვანი წარწერები, რომელიც ჩვენ გავშიფრეთ და ის დათარიღებულია უფრო 1000 წლით ადრეა შექმნილი, ამ საფუძველზე ქართული სახელმწიფოებრიობა ამავე მეთოდით გვაჩვენებს როგორც 4000-ლოვანს. აკრასის ხაზოვანი და ბ-კლასის ხაზოვანი წერითის სისტემების ნიშნები სრულ შესაბამისობას აჩვენებს საქართველოში აღმოჩენილ ხაზოვან ნიშნებთან, ეგრეთ წოდებული ცხენის დაღებთანაც. ეს პარალელები კაფიოდ მიუთითებს კულტურულ ენობრივ ურთიერთმიმართებების არსებობაზე, რომლებიც პროტოქართველურ ცივილიზაციებს ეგეოსის, მცირე აზიისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონებთან აკავშირებდა. არქეოლოგები იკვლევდნენ ბრინჯაოს დროინდელი კრეტის მინოსური და მიკენური მოსახლეობის წარმოშობისა და გავრცელების სხვადასხვა მიმართულებით. ყოველ შემთხვევაში სხვადასხვა დარგის სპეციალისტებმა გაანალიზეს კუნძულ კრეტაზე აღმოჩენილი მასალების მიხედვით 19 უძველესი ინდივიდის გენომის მონაცემი, რომლებიც ამ პერიოდში ცხოვრობდნენ სამხრეთ-დასავლეთ ანატოლიაში, ჩრდილო-დასავლეთ აზიის რეგიონში, კრეტასა და მიკენში, პელოპონესში. კვლევებმა ნათლად აჩვენა, ყოველ შემთხვევაში ქართველებმა შეიძლება სპეციალისტები ეციან, მაგრამ ზოგადად ყველამ არ იცის, რომ კვლევებმა ნათლად აჩვენა, რომ მინოსური ხანის, ანუ მინოსელების წინაპრების მინიმუმი 3/4 ნაწილი დასავლეთ ანატოლისა და ეგეოსის ზღვისპირეთის პირველი ნეოლითური ფერმერებისგან მომდინარეობდა, ხოლო დარჩენილი ნაწილი დაკავშირებული იყო უძველესი კავკასიის, კერძოდ საქართველოსა და ზაგროსის მთებში განსახლებულ მოსახლეობასთან. მინოსელები და მიკენელები ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ,
როგორც წარმოშობით, ისე კულტურული განვითარების დონით. მიკენელთა წინაპრები აღმოსავლეთ ევროპისა და ციმბირის მკვიდრი მონადირე შემგროვებლები გახდნენ, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ ევრაზიის სტეპების ან არმენიის სამხრეთ ტერიტორიის მოსახლეობასთან. ცნობილია, რომ თანამედროვე ელინები წინაპრები მიკენელები იყვნენ. გენეტიკურმა კვლევებმა ასევე გამოავლინა, რომ იმ მოსახლეობის ნაწილი, რომელიც სამხრეთ კავკასიიდან ანატოლიასა და ეგეოსის ზღვირეთში გადაადგილდა, თანამედროვე ევროპელთა წინაპარი იყო. საუკუნეების განმავლობაში მეცნიერების მიერ განიხილებოდა საკითხი იტალიის ცენტრალურ ნაწილში, თანამედროვე ტოსკანას, ლაციოსა და უმბრიის რეგიონებში, რომლებიც ცნობილია როგორც ეტრურია, ძველ ეგვიპტურ ენაზე ტურშა, არაიდრულ ენაზე მეტყველი ეტრუსკების ცივილიზაციის წარმოშობის, განვითარებისა და მემკვიდრეობის შესახებ. ეს ხალხი ცნობილია მეტალურგიაში თავისი გამორჩეული უნარებითა და დახვეწილი კულტურით. არსებობს არქეოლოგიური მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს ეტრუსკულ და ჩრდილოეთის კულტურულ ჯგუფებს შორის საქონლის გაცვლის შესახებ. იტალიის ამ რეგიონიდან აღებული 82 ინდივიდის გენეტიკური მასალა, ეს ახლა ჩვენ რასაც გიკითხავთ, ეს არის ციტატა 30-მდე მეცნიერის ერთდროულივი ნაშრომიდან გადმოტანილი, ძირითადად გენეტიკოსების, აი სწორედ 82 ინდივიდის გენეტიკური მასალა, რომელიც დათარიღებულია ძველი წელთაღრიცხვის 800-დან ახალი წელთაღრიცხვის 1000 წელი, შეადარეს ძველს და თანამედროვე მოსახლეობათა დნმ-ს. სამეცნიერო კვლევამ აჩვენა, რომ ეტრუსკების უძველესი წინაპრები წარმოშობილია ევროპელი მონადირე შემგროვებელი ჯგუფებისგან, მცირე აზიის ნეოლითის ხანის ფერმერებისგან, პონტოს, ანუ შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროსა და კასპიის ზღვისპირეთის ბრინჯაოს ხანის მომთაბარე წყემსებისაგან. აი ეს მასალა სამწუხაროდ საერთოდ არ არის ცნობილი, ყოველ შემთხვევაში სპეციალისტების გარდა. კავკასიელების, ასე წერს ავტორი, ესე იგი ქართველების გავლენის კვალი განსაკუთრებით ჩანს შუმერებზე, მიხეილ წერეთელი წერდა, მათ თავიანთი ნიშანი დაუტოვებიათ სხვა ხალხთა ცხოვრებაშიც, სამხრეთით პალესტინასა და ეგვიპტეში, ჩრდილო-დასავლეთით უკრაინასა და პოლონეთსა და სამხრეთ სკანდინავიაში, დასავლეთით სამხრეთ ევროპაში და თვითშორეულ აღმოსავლეთამდეც. ამ მოდგმას უნდა ეწოდოს კავკასიური, იაფეტური ან ქართული. სპეციალისტების აზრით კულტურული ყოფით ამ მოდგმას მიეწერება ლითონის ხელოვნება, მესაქონლეობა და სახვნელი კულტურა. შეიძლება მათვე მივაკუთვნოთ კერამიკული მორგვის, ურმის, თვლის, ბორბლის მრგვალი ნაწილის გამოგონება და ცხენის მოშინაურება. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მათ ჰქონდათ სახელმწიფო ჩამოყალიბების ხელოვნება. ეს ხალხი იყო პირველი პატრიარქალური ფენა წინა აზიაში, რომ შევიდა. აი ამას ამბობს მიხეილ წერეთელი. იოანე ანტიოქიელი მე-7 საუკუნეში აღნიშნავდა, რომ იაფეტურ მოდგმას, ანუ ქართველურ მოდგმაზე საუბარი, წილად ხვდა მიდიიდან, დღევანდელი ჩრდილო-დასავლეთ ირანის რეგიონიდან, ჩრდილო ნაწილი ვიდრე ბრიტანეთის კუნძულებამდე. მთელი მიწა-წყალი ექვსინის პონტოს, ანუ შავი ზღვის გარშემო, მდინარე დანუბისი, ეს დუნაია და ტანაისი, მდინარე დონის დელტის გარშემო დასახლება, კავკასიის მთებში და აბაზგების ქვეყანაში მდებარე მიწა-წყალი ტიგროსიდან ვიდრე პონტოს ზღვამდე, კუნძული როდოსი, კვიპროსი. ეს ტექსტი ბერძნულიდან არის გადმოთარგმნილი, რა თქმა უნდა, ამ ტექსტს აკლია, მაგრამ ეს ტექსტი იოანე ანტიოქიელს აქვს დაწერილი. სიღრმისეული ლიტერატურული და ისტორიული ანალიზით ნათლად გინდება, რომ ძველი წელთაღრიცხვის მე-12-მე-11 საუკუნეებში ასურული, ძველი წელთაღრიცხვის მე-8 საუკუნის იეროგლიფურ ლუვიური, ძველი წელთაღრიცხვის მე-7-მე-5 საუკუნის ძველი აღთქმისა და სხვა წერილობითი ძეგლების მიხედვით მუსკების, ანუ მეშკების ადგილსაყოფელი იყო მდინარე ჰალისი, ანუ თანამედროვე თურქეთის მდინარე ყიზილ-ირმაქის, შუა დინების სამხრეთ მდებარე მხარე, კაბადოკია, ექვსინის პონტოს, ანუ შავი ზღვის სამხრეთ სანაპირო,
მდინარე ტიგროსისა და ყოველ შემთხვევაში მდინარე ტიგროსი დღევანდელი შუამდინარეთის სივრცეა ეს დღეს გადის ძირითადად ერაყზე. ერაყის თქვენ მოგეხსენებათ ერაყი ახლოს არის საქართველოსთან. ამიტომ ჩვენ ამ თემას, რომელსაც ახლა ვაჟღერებთ, ეს არის ძირითადად იმ სამეცნიერო ნაშრომებიდან ამოღებული, ანუ კვლევრების, რომლებიც არიან სოფლიოში სახელგანთქმული, როგორც უცხოელები, ისევე ქართველები. ჩვენ ამ საკითხს რამდენჯერმე მიუბრუნდებით და აი სწორედ საუბრობდით, რომ აი ქართველური მოდგმა განსახლებული იყო იმ სივრცეში, რომელზეც საუბრობდით შავი ზღვისპირეთსა და ეგეოსის ზღვისპირეთში და განსაკუთრებით ზოგადად შეგვიძლია ვთქვათ, ჩვენი კვლევა არ არის ეს მარტო, არამედ მრავალი მეცნიერის მოსაზრებით ეს არის ხმელთაშუა ზღვისპირეთი მთლიანად, სამხრეთ ნაწილი ევროპისა და ჩრდილოეთ აფრიკის ნაწილები. ყოველ შემთხვევაში, ვისაც ივანე ჯავახიშვილის, სიმონ ჯანაშიას და ნიკო ბერძენიშვილის საქართველოს ისტორიის წიგნი აქვს გაცნობილი, აი სწორედ იქ არის ეს მოცემული. ძველი აღთქმისა და სხვადასხვა ავტორიტეტული წყაროების, მათ შორის ევსტატი ანტიოქიელის, თეოდორიტე კვირელის, იოსებ ფლავიუსის მონათხრობების მიხედვით ცნობილი და აღიარებული მეცნიერები ბედრიჟი ხროზნი, პიერო მერიჯი, რიჩარდ ბარნეტი, ემანუელ ლაროში, ივანე ჯავახიშვილი, იულის ფონ მესაროში, არლონ ჩიგობავა, იგნას გელბი, სიმონ ჯანაშია, გიორგ მელიქიშვილი, ნანა ხაზარაძე და სხვები მუსკებს სწორედ ქართველურ ტომებს, მოსხებს, მესხებს უკავშირებენ. ძველი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნეში ჰეკატეოს მილეტელმა ნათლად წარმოადგინა განმარტება, მოსხები კოლხური წარმოშობის ხალხია. ეს საყურადღებო ცნობა, რომელიც მოწმობს მოსხების, მესხების ეთნიკური და კულტურული კავშირის არსებობას კოლხურ ცივილიზაციასთან. ჰეკატეოს მილეტელის ეს ინფორმაცია წინ უსწრებს თავისდროინდელ ისტორიულ კონტექსტს და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს კოლხეთის კულტურული გავლენის გავრცელებას და მის როლს სოციალურ-ეკონომიკურ ურთიერთობებში. ამგვარი ინფორმაცია მეტად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჰეკატეოს დამოწმებული პერიოდის ისტორიულ სურათის შესაძლებლად, არამედ თანამედროვე კვლევებისთვისაც, რადგან ის დამატებითი მტკიცებულება და არგუმენტია ქართველური ტომებს შორის კულტურული კავშირების დადგენისათვის, რაც არაერთხელ დასტურდა ლინგვისტური კვლევებით და არქეოლოგიური წყაროებითაც. ივანე ჯავახიშვილი, ნიკო ბერძენიშვილი, სიმონ ჯანაშია წერდნენ, ქართველები წარმოშობით წინა აზიას ძველ მოსახლეობას ეკუთვნიან. უძველეს დროში დაახლოებით 6000 წლის წინათ წინა აზიის უზარმაზარ მიწა-წყალზე სამხრეთ ევროპაშიაც, ბალკანეთის, იტალიისა და იბერიის ნახევარკუნძულებზე, აგრეთვე აფრიკის ჩრდილოეთ სანაპიროზე ერთი მოდგმის ხალხი ცხოვრობდნენ. ამ მოდგმის ხალხებმა შექმნეს ძალიან ადრინდელი და დიდი კულტურული ცენტრები. ევროპაში ამგვარ ტომების ხალხები წინ უსწრებდნენ შემდეგ მოსულ ინდოევროპელებს, რომელთაც დამხტული მოსახლეობისა და მისი განვითარებული კულტურის ძლიერი გავლენა განიცადეს. ასე იყო იბერიის ნახევარკუნძულზე, სადაც ძველი იბერიული მოსახლეობის შთამომავალი ბასკებად არიან წოდებული. დღემდე არიან შემორჩენილი ევროპაში. ასევე მოხდა აპენინის ნახევარკუნძულზე, სადაც პელაზგური მოდგმის ეტრუსკებმა შექმნეს იტალიის უძველესი ცივილიზაცია, რომელმაც შემდგომ ძლავრი ზემოქმედა იქონია რომის ლათინურ კულტურაზე და ასასრულს ბალკანეთის ნახევარკუნძულზე გვიან მოსული ინდოევროპელი ენებსაც პელაზგების პირველამდელი დაწინაურებული მოსახლეობა დახვდა. ამ ხალხთა მიერ შექმნილი მაღალი კულტურის კერები გაჩნდა. წინა აზიაში ადრე განვითარდა სოფლის მეურნეობა, ხელოსნობა და ხელოვნება, ადრე ჩაისახა სახელმწიფობრიობა. წინა აზიის მოსახლეობის სიმდიდრე ძველი დროიდანვე იზიდავდა უცხოელ ველურ ტომებს. ამ ტომების შემოსევების შედეგად თანდათან შეიზღუდა მკვიდრი და ძველი მოსახლეობის სამფლობელო. მიხეილ წერეთელი წერდა, ქართველები როცა შვენს დიად წარსულზე ვლაპარაკობთ, ეს უბრალოდ ტრაბახი და ბაქი-ბუქი არ არის. დიადი იყო ჩვენი წარსული, ჩვენი ცხოვრების ისტორიული ხანისა, მაგრამ კიდევ უფრო დიადია წარსული მოდგმისა, რომელსაც ქართველი არ ეკუთვნის.
ეს მოდგმა, რომელსაც თამამად შეგვიძლია ქართველური მოდგმა ვუწოდოთ, დიდი და მრავალრიცხოვანი იყო უძველესი კულტურის დაწყების მხრით სემიტებზე და არიელებზე, ინდოევროპელებზე საუბარი, წინა აზიაში და ამასთანავე ისეთი ნიჭითა და შემოქმედებით დაჯილდოებული, რომ სადაც კი მოიკიდებდა ფეხს, მისი რომელიმე ნაწილი ბაბილონიაში, ერაყში, ელამის სამხრეთ ნაწილში, ეს არის ირანის ტერიტორია, არმენიაში, მთელ მცირე აზიაში თუ კავკასიაში ყველგან ქმნიდა უდიდესა და უორიგინალეს კულტურას, სახელმწიფობრივ ცხოვრებას, სარწმუნოებას, ხელოვნებას, წერლობას, ყოველ სფეროს, რაც კი კაცობრიობის დიდება ეწოდება. რაიცა დაწერილია მის ისტორიის ფურცლებზე. სიმონ ყავჩიშვილი აღნიშნავდა, ქართველთა მონათესავე ტომები ცხოვრებდნენ უძველეს ხანებში ბალკანეთის ნახევარკუნძულზე და ეგეოსის ზღვის კუნძულებზე. აგრეთვე არქეოლოგი ოთარ ჯაფარიძე წერდა, ქართველ ტომებს უძველეს ხანაში მარტო შავი ზღვის სანაპირო კი არ ეკავათ, არამედ შორს დასავლეთითაც ეგეოსის ზღვის რეგიონებში ცხოვრობდნენ. მჭიდრო გენეტიკური სიახლოვე აკავშირებდათ აქ მოსახლე ადგილობრივ პელასგებთან. შემდეგში ეს ტომები უფრო შევიწროებულან და აღმოსავლეთით გადმოსახლებულან. საერთოდ ქართველთა გენეზისი არის სამხრეთ კავკასია, დღევანდელი საქართველოს ტერიტორია. ჩვენ ადრე გადაცემებში საუბრობდით, რომ მიგრაცია დაიწყო მრავალი ფაქტორებიდან გამომდინარე, მაგრამ ძირითადად ვაზისა და ხორბლის კულტურის გავრცელების გამო. ამ კონტექსტში ქვემოთ წარმოვადგენთ რამდენიმე ელინურ წერილობით წყაროს, რომლებიც შეიცავენ საყურადღებო ცნობებს პელაზგების, ეტრუსკებისა და კოლხური ტომების საერთო წარმომავლობის შესახებ. აღნიშნული წყაროებიდან ირკვევა თუ როგორ უკავშირდება ეს ტომები ერთმანეთს არა მხოლოდ კულტურული და ეთნიკური თვალსაზრისით, არამედ ამ ტომების წარმომადგენლები ფლობდნენ მნიშვნელოვან ტერიტორიებს, სადაც მათი ყოფა და გავლენა დიდწილად განსაზღვრავდა იმ ზონებში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ ურთიერთობებს. ჰესიოდეს, დიოდორეს სიცილიესა და სხვათა ნაშრომებში, წყაროებში ცნობილია და მათი მიხედვით უძველეს ხანაში კუნძულ კრეტაზე, თესალია, დღევანდელი ელადის ჩრდილოეთ მხარეში და ეგეოსის ზღვისპირეთის მრავალ ადგილას სახლობდნენ პელასგები. აპოლონის როდოსელი პელასგებად მიიჩნევს მაკრელთა ტომს. იგი ასახელებს ასეთი ციტატით: მაკრელ ვაშკაცთა პელასგური ლაშქარი მოგვადგაო, რომელსაც ძველი ბერძენის სკოლიასტი შემდეგნაირად განმარტავს. მაკრელი, ანუ მაკრისელები, ეგრეთ წოდებული მაკრონები, რომლებიც გადმოსახლებული არიან ბალკანეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან მდებარე კუნძულ ებეადან, საიდანაც მაკრონები ეწოდათ. წინათ ებეას მაკრისიც ერქვა. ებეა მეზობელი მხარეა პელოპონესისა, რომელსაც უწინ პელაზგია ერქვა. ამდენად ეს ციტატა ნათლად მიუთითებს ამ ტომის ეთნიკურ და კულტურულ კავშირებს პელოპონესთან. ძველი ელინური წერილობით წყაროების, როგორც სკილაქს, კარიადნელის, ჰეროდოტეს, ქსენოფონტის, აპოლონის როდოსელის, სტრაბონის, სტეფანე ბიზანტიელისა და წმინდა ევსტატიოს თესალონიკონის ცნობის მიხედვით, ივანე ჯავახიშვილი, არონ ჩიქობავა, სიმონ ყავჩიშვილი, სიმონ ჟანაშია და სხვები ავტორიტეტი მეცნიერები წერდნენ, რომ მაკრონები ქართველური პელაზგური კოლხური წარმოშობის მეგრე ჭანთა, ანუ ლასთა სატომო სახეს აღნიშნავდა. ეს მოსაზრება ავლენს იმ ეთნიკური და კულტურული კავშირების არსებობას, რომლებიც მაკრონებს აერთიანებს ქართველ ტომებთან, კერძოდ მეგრულ ჭანურ ჯგუფთან, რაც კიდევ უფრო აჩვენებს კოლხური და პელაზგურ ტომთა ერთიანობას სამხრეთ ევროპის გარკვეულ ტერიტორიებზე. ჰელანიკე მიკენელისა და პლუტარქეს გადმოცემათა მიხედვით ცნობილია, რომ ძველი საბერძნეთის მკვიდრი მოსახლეობის პელას კოლხთა ერთი ნაწილი გადახსდა ჩრდილოეთ იტალიაში, ყოველ შემთხვევაში ტისცენიაში, ეტრურიაში. ამ მხრივ საინტერესო აპოლონის როდოსელის შემდეგი ციტატა: აიეტი ამბობს, ჰელიოსის მზეს მამაჩემს ჩემი და კირკე გადაყავდა ჰესპერის იტალიის ქვეყანაში. ჩვენ მაშინ მივახციეთ ტისცენის, ანუ ეტრუსკების, ამჟამინდელი ტოსკანასა და ლაციოს ხმელეთის ნაპირს, სადაც კოლხეთის მიწისაგან ძალზე მოშორებით ახლა ცხოვრობს კირკე. აიაიელი კირკეს ყისვე მოუნდა, აიაიელ მედეასგან მშობლიური კოლხური ენა გაეგონა.
ბრისხანეაიეთის ასულმა ფაზისელმა მედიამ კოლხურ ენაზე დაილაპარაკა და კირკეს შვიდად უამბო ყველაფერი. აი ეს ციტატა არის აპოლონის როდოსელიდან აღებული. პინდარე აღნიშნავდა მუზავ მე-17 თაობას შენ გადმოეცი მედიას სიტყვა კუნძულ თერაზე ანუ სანტორინიზე. აიეთის ფიცხმა ასულმა კოლხმა დედოფალმა რომ მოდესღაც უკვდავი პირიდან წარმოსთქვა. სტრაბონი წერდა კოლხეთის ქვეყნის სიმდიდრე ოქროს ვერცხლის რკინისა და სპილენძის უხვე იყო. არგონავტების ლაშქრობის ნამდვილი მიზეზი იასონისა და მისი მიმდევარი კოლხების ლაშქრობის კვალი არის კრეტაზე, იტალიასა და ადრიაში, ვენეციის ახლოს. კალიმაქე აღნიშნავს, რომ კოლხებმა დააფუძნეს ქალაქი, რომელსაც კოლხურ ენაზე უწოდეს პოლა, ამჟამინდელი ქალაქი პულა ხორვატიაში. ლითონების წარმოშობის შესწავლისას კავკასია განსაკუთრებით ინტერესს იწვევს, სადაც აღმოჩენილი პრეისტორიული ნაშთები უფრო ძველია ვიდრე ევროპასა და საბერძნეთში. ის დღემდე ინახავს იმ ცივილიზაციების კვალს, რომლებიც ჩვენი ევროპელთა აკვანი იყო. გივი ინანიშვილი აღნიშნავდა, რომ მეტალურგიის ისტორიის სპეციალისტების უცხოელ მეცნიერთა უმრავლესობა ერთმანეთს აღიარებენ, რომ კავკასიისა და მცირე აზიის მეტალურგიის დიდ გავლენას შუმერზე, ეგვიპტეზე, კვიპროსზე, რომზე, საბერძნეთსა და დასავლეთ ევროპაზე. ამ მხრივ მათი აზრით ყველაზე დიდი დამსახურება მიუძღვით პონტოს, ანუ შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროს რაიონში განსაკუთრებით მდინარე ჰალისის, ამჟამინდელი თურქეთის ტერიტორიის მდინარე ყიზილ-მარხის აუზში მცხოვრებ ქართველურ კოლხურ ტომებს, ხალდებს, მოსინიკებსა და თუბალებს, რომელთა მიერ შექმნილი ლითონ დამუშავების ნაწარმი და შემუშავებული მეტალურგიულ ცოდნა დასავლეთის მიმართულებით მიედინებოდა. სამეცნიერო კვლევების მიხედვით გაირკვა, რომ სამხრეთ კავკასიისა და წინა აზიის ადრეული მოსახლეობის მიგრაციამ მნიშვნელოვანი შეუწყო ხელი აგროკულტურისა და სასოფლო-სამეურნეო კულტურების ვაზითა და ხორბლის გავრცელებას სამხრეთ ევროპაში, ხმელთაშუაზღვისპირეთში, კერძოდ იბერიის, პირინეს, იტალიისა და ბალკანეთის ნახევარკუნძულებზე, კუნძულ კრეტაზე, კუნძულ სანტორინიზე, ასევე აფრიკის ჩრდილოეთ სანაპიროებზე, ეგვიპტეში, შუამდინარეთსა და სხვა გარკვეულ ტერიტორიებზე. აღნიშნული კულტურული და აგრონომიული ინოვაციები, რომლებიც დაკავშირებულია სამხრეთ კავკასიის რეგიონთან, აჩვენებენ ამ რეგიონის მნიშვნელოვან როლს კარგად და განვითარებული სოფლის მეურნეობისა და საკვები კულტურის საყოველთაო გავრცელების პროცესში. ამგვარად, ზემო წარმოდგენილი მასალებისა და სპეციალისტების ლორენცო ჰერვასის, ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტის, ჰუგო შუხარტის, ადოლფ დირის, ანტუან მეიეს, ართურ ევანსის, ფრიც ჰომელის, თეოდორ კლუგეს, ნიკო მარის, ედუარდ შვიცერის, ივანე ჯავახიშვილის, მიხეილ წერეთლის, ალფრედო ტრომბეტის, სოლომონ ლურიეს, ტიტე მარგველაშვილის, ფრიჩა ხერმაიერის, გიორგ ჩიტაიას, სიმონ ყაუჩიშვილის, ნიკოლოზ ბერძენიშვილის, არლონ ჩიკობავას, სიმონ ჯანაშიას, მაიკლ ვენტრისის, ჯონ ჩედვიგის, გიორგ მელიქიშვილის, აკაკი ურუშაძის, თინათი ყაუჩიშვილის, ოთარ ჯაფარიძის, რობერტ შმიდ ბრანტის, თამას გამყრელიძის, ვიაჩისლავ ივანოვის, რისმა გორდეზიანის, ვიადგამსახურდიას, ჰერბერტ ზებიშის, ნანა შენგელაიასა და სხვათა კვლევების მიხედვით და ჩვენი კვლევები უკვე ამას ადასტურებს, დინდერა რომ ბრინჯაოს ხანაში წინა ქართველური, პროტოქართველური მოდმის მოსახლეობა ფართოდ იყო გავრცელებული შუამდინარეთის, შუმერის, სამხრეთ კავკასიის, შავი ზღვისპირეთისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის გარკვეულ რეგიონებში. მაკრელთან ու მაკრონთა ტომი სხვა პელაზგურ კოლხურ ტომებთან, მაგალითად სხვა ტომებიც დასახელებული დოლიანებთან და ჰენიოხებთან ერთად დიდ ტერიტორიაზე განსახლებული იყვნენ. ისინი ისტორიულ ხანაში კი პელას კოლხების უძველეს ბინადრობის სივრცე ინდოევროპულმა ტომებმა, ხეთებმა, ელინებმა, ლათინებმა, აგრეთვე არმენელებმა თანდათანობით დაიკავეს და შეზღუდეს მათი ფართო გავრცელება. აი ეს არის ჩვენი სამეცნიერო კვლევის შედეგები და აი სწორედ ქართველური მოსახლეობის განფენა ამ სივრცეში დასტურდება ლინგვისტურად, ყოველ შემთხვევაში მათემატიკური მოდელები და კომპიუტერული სიმულაციებით ჩვენ დავადგინეთ პელაზგურმა ჯგუფმა, პროფესორი თემურ ჩილაჩევა,
მე გია კვაშილავა და ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი ფოჩხუამ და ამის გარდა ლინგვისტური, ისტორიული, ეთნოგრაფიული, არქეოლოგიური და სხვა რიგი კვლევების თანახმად აი ეს დასტურდება რომ ქართველური მოსახლეობა განფენილი იყო კავკასიის სამხრეთ ნაწილიდან, ჩრდილოეთ ნაწილში, კავკასიის შავიზღვისპირეთის და ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონებში. დღეს ამით დავამთავროთ ჩვენი გადაცემის საუბრის თემა, გავაგრძელოთ შემდეგ გადაცემაში სწორედ მნიშვნელოვანი თემები, წარმოიწევა სწორედ ის მათემატიკური და კომპიუტერული მოდელები, რომელზეც რამდენიმე წუთის წინ ჰქონდა საუბარი. ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს ამით დავამთავროთ ჩვენი გადაცემა, მომავალ შეხვედრამდე. კარგად ბრძანდებოდეთ.